გამარჯობათ, თქვენ უყურებთ პროგრამა ინფორმატორს შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით. როგორც იცით, კლიპმეიკერ ზაზა ორაშვილის ბოლო ნამუშევარი მაია ბარათაშვილისა და ჯაზ ბენდის ბავშვების კლიპი არ ჩერდება დრო იყო. რეჟისორი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ახალ პროექტებზე. მის სამომავლო გეგმებზე თავად ზაზას გავესაუბრეთ. ბოლო ჩემი ნამუშევარი მაყურებელმა უკვე ნახა, ეს იყო მაია ბარათაშვილის და ირაკლი და თორნიკე გულაშვილების კლიპი. დავიწყებ მუშაობას სოფო ერგემლიძის კლიპზე, ზუკა ხუციშვილი კლიპი და თებერვლის გეგმას რაც შეეხება თამუნა ამონაშვილი და ლალი დოდიკაშვილის კლიპი არის გეგმაში. პლუს ამჟამად მიმდინარეობს მონტაჟი ტელეფილმისა, რომელიც თბილისის ჯაზის ფესტივალზე გადავიღეთ, სადაც აიშუხება ტანია მარიას, ელჯოროს, ბობ მინცერის და ასე შემდეგ მონაწილეების მოღვაწეობა თბილისში. რაც შეეხება გასვლებს, ეს გასვლები დაგეგმილი არის მარტში და აპრილში და ახლა მე ყოველთვის მირჩევნია ჯერ შედგეს რაღაც ფაქტი და მერე ვილაპარაკო, ვაპირებ შეიძლება მოსალოდნელია რომ გამგზავრო სანრემოზე. ორი ცნობილი ქართველი მომღერალი მანანა თოდაძე და სოსო პავლიაშვილი წარმატებით მოღვაწეობს მოსკოვში. უფრო მეტიც მათ ერთად ჰქონდათ გასტროლები გერმანიაში, სადაც ნამდვილი ფურორი გამოიწვიეს. მანანა თოდაძე ამერიკაშიც კი მიიწვიეს, სადაც სულ მალე 15 ქალაქში გამართავს კონცერტს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქალბატონმა მანანამ დაასრულა მუშაობა თავის ახალ ალბომზე, რომელიც მარტის თვეში გამოვა. ქალბატონი მანანა ამ თვის ბოლოს აუცილებლად ჩამოვა თბილისში ქალიშვილის ქორწილისათვის. გიორგი მასხარაშვილი თავის საკურსო ფილმს იღებს სახელწოდებით გავრიკ. ეს მისი რიგით მესამე ფილმია. ფილმში მოქმედება თეატრალური ინსტიტუტის სახურავზე უნდა გამართულიყო, მაგრამ ამ სცენის გადაღება უამინდობის გამო ვერ მოხერხდა. ფილმზე აგრეთვე მუშაობს ჯგუფ 33-ას ლიდერი ნიაზ დიასამიძეც. Suirebs. ვინც თამაშობს, ჩემი მეგობრები არიან. სახიობი აქედან მხოლოდ ერთია. და რა გოგა დევდარიანი თან თამაშობს ფილმში, თან განათებაზე მეხმარება. ნიაზ დიასამიძე ხმას მიკეთებს, ანუ ხმას იწერს სინქრონით, სტერეოს. რა ვიცი, დაარჩენები თამაშობენ. გინდა სკილი ჩაგის, ხო? მოიცი სკილს ჩაგი. აი აქ კარნიზები რაღაცა, მთელი ვაფ პანორამა, რასაც სახურავი ამბებს, სულ არის ობიექტი ჩათო. წვიმა მოვიდა ცოტა და სახურავზე უნდა გადაგვეღო და ცოტა სახიფათოა სრიალებს. აი ეს უკვე გადავედა აშლილი ვაკ რა ეს იყო ინტერიერი, თორე მოწყობილი იყო, ეს იყო ინტერიერი გოგოს ოთახი თუ რაღაცა. მასხარა დიდი მასხარა ვიღაცა. დიალოგი. ეს და რა ვქნათ, წავიდეთ, ჩავწერეთ დიალოგებს. ფილმს იღებს აგერ ბატონი მასხარი. ხო და მე მთხოვა რომ ჩავიწერო ხმა, რათა არ მოგვიწიოს მე შემდგომ გახმოვანება და რაღაც აცდენილი და რაღაც კლასიკური ცუდი ქართული კინო რო არ გამოვიდეს, ვიწერთ ადგილზე. მსახიობი რასაც გამოხატავს იმ მომენტში, იმას ვაფიქსირებთ. გალერეა ჰობიში გაიმართა მხატვარ ეკა აბულაძის პერსონალური გამოფენა. ეკას ნამუშევრებით ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დაინტერესდა. ჩვენ გადავწყვიტეთ ეკას ნახატები თქვენთვისაც გვეჩვენებინა.
ნუ ეს არის ჩემი მე-13 პერსონალური გამოფენა. ჯგუფური გამოფენები მაქვს 100-ზე მეტი უკვე. ისე რომ ეს დღევანდელი დღე არის ჩვეულებრივი სამუშაო დღე მხატვრისთვის, ნუ ყველა მხატვარი ესე არის. გამოფენა არის მუშაობა. ეს არის შენი სახის დანახვა, რაღაცა ნაკლია ნამუშევარში, რაღაცა არ მოგწონს. ეს ყველაფერი ჩანს დარბაზში, ამიტომ ეს არის აუცილებელი პირობა მუშაობის. მე არ მწამს მაგალითად ხელოვნების ფილოსოფიის, იმიტომ მე თუ ფილოსოფია მინდა, მაპატივით, მაშინ მე ვკითხულობ ფილოსოფიურ ტრაქტატს. და ხელოვნება იმისთვის არის, რომ არ იყოს მოსაწყენი, ეს არის პირველი. და იყოს ძალიან ლამაზ. სხვა მხრივ ხელოვნებას არავითარი აზრი არ აქვს. ეს ეხება ლიტერატურასაც, პოეზიასაც, მუსიკასაც და ყველას. და აი აქ არის ძალიან დიდი სილამაზე. ამ ტიპის აზროვნებას, რომელსაც იგი ანვითარებს, აქვს პოტენცია და დიდი მომავალი და ვფიქრობ, რომ შემდგომში ამ ტემპით, ამ რიტმით, ამ შემართებით მან უნდა გააგრძელოს. თავისუფალ თეატრში ავთოვარსიმაშვილის სპექტაკლის სატელევიზიო ისტერიის რეპეტიციები მიმდინარეობს. როგორც რეჟისორი ამბობს, ეს არის თავისუფალი თეატრის მორიგი პროვოკაციული პროექტი. ჩვენ კი მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ სპექტაკლში ძალიან ბევრი, ძალიან ცნობილი მსახიობი მონაწილეობს. რატომ არ განიკითხავ მაგ? თეთი მე არა ვარ ფოტოგენი. მე არ ვიცი, აცეკვა არ ვიცი, ასიმღერა არ ვიცი. ის დასასრული. კაი, ავიღოთ კიდევ ერთხელ ეფექტი. ბავშვი მოსულა. 14 გვერდიდან. სლავაბიძეა, ნუ ჩქარო. და მოვისმე კიდევ ერთხელ და მე რიგეთ. კიდევ ცოტა და შემო. სპექტაკლს ერქმევა სატელევიზიო ისტერია. სადაც შევეცდებით ესეთი ირონიის თვალით შევხედოთ ჩვენს ტელევიზიებს. საერთოდ მას-მედიის როლს საზოგადოების ზომბირების საქმეში. შენ ჯერ პატარა ხარ სექსისტვის. ვის აქვს? კეთო შენ ახარ? მე და ჰალო. მოიცა, არა. ვის აქვს სექსუალური? ვის აქვს სექსუალური? ჯერ სადა ხარ? სლავაბიძია? სპექტაკლი გამოვა მარტის შუა რიცხვებში. და მე ვფიქრობ, ესეთი საინტერესო სპექტაკლი იქნება მაყურებლისათვის. მაკ ასათიანის სალონში ვანიკო თარხნიშვილმა პრესკონფერენცია მოაწყო. 14 თებერვალს ვალენტინობა დღეს სასტუმრო მერიოტში უკვე მეორედ ასათიანის ნიშნის ქვეშ გაერთიანებული ქართველი დიზაინერების ჩვენება მოეწყობა. როგორც განაცხადეს, ეს იქნება 5 ვარსკვლავიანი, ანუ სუპერ ფართი. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი. ყველას გამარჯობა. ყველა ძალიან დასავლური ევროპული ამერიკული ფაქტი, როგორც გინახეთ, რო არის ხოლმე მაღალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ძალიან დახურული ფაქტი, თავისი გართობით და თავისი დიდი ფართობით, როგორც წესი 5 ვარსკვლავიანი შედეგაში. ნუ ამისთვის ჩვენ ხელს გვიწყობს თქვენ სასტუმრო მერიოტი. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა რომ რაც განსაკუთრებული სახე მიგვეცა აი ამ წარდგენისთვის და ახალი დასაწყისისთვის, გვინდოდა ყველაფერი ყოფილიყო განსაკუთრებული. როგორც ადგილი, როგორც აურა, როგორც სისტემა, როგორც პროგრამა, როგორც ტელეფონი, ისევე თარიღიც. და გვინდოდა მრგვალი თარიღი. და აი ამ პერიოდში, როცა ვაპირებდით აი ამ მთელი ღონისძიების გაკეთებას, მრგვალი თარიღი აღმოჩნდა წმინდა ვალენტინის დღე. ოღონდ ზუსტად 14 თებერვალი, იმიტომ რომ თავისუფლიაში ვალენტინის დღე აღინიშნება 14 თებერვალს და არა საახალწლო სისტემით წინა დღეს და ამიტომ გადავადგინეთ 14 თებერვალი. ნოვატორული საქართველოსთვის საზღვარგარეთაც არც ხშირად ხდება ხოლმე და ესეთი პრეტენზიული საქმე, მაგრამ ვალენტინობის აღნიშნით საფუძვლში ჩვენ ამას ვამბობთ 14-ში. სულ მალე ესტრადაზე გამოჩნდება ახალგაზრდა ვაჟთა ანსამბლი ახალი ორერა, რომელიც რა თქმა უნდა ბატონმა რობერტ ბარძიმაშვილმა შექმნა. ანსამბლი ახლა რეპეტიციებს გადის და სერიოზულად ემზადება კონცერტისათვის.
ეს ბავშვები არიან ჩემი ახსოვსდელები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩემთან არიან. თუ იყო 6 წლის თუ მოვიდა, ეხლა უკვე 6 წელი არის, 7 წლის იყო უკვე 17 არის და ასე შემდეგ. დავაშკასთან უკვე მუტაციამაც გავუარათ და ეს მუტაციის პერიოდი ბიჭებს ხო იცით, რომ ყოველთვის ეგ პრობლემა აქვს ხოლმე და გამოვიყენეთ იმაში, რომ ყველა გარდა იმისა, რომ სოლისტია და მღერის, სულ უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, ასე ვთქვათ, დასარტყმელი ინსტრუმენტებზე, ჩასაბერი ინსტრუმენტებზე, საყვირი, ტრომბონი, ფლეიტა, საქსოფონი, ასევე ელექტროგიტარა, დასარტყმელი ინსტრუმენტები და ეს შეიქმნა ასეთი ჯაზ როკის სტილის ანსამბლი. და მას ჩვენ ვარქმევთ ახალ ორერას. სულად ახალგაზრდები არიან და მზადდება პროგრამა, რომელსაც უკვე ჩვენ მაისში გამოვაქვთ გამოვკიდებელი პროგრამები და სწორედ ამისთვის ვამზადებით დღესდღეობით. თეატრალურ სარდაფში მორიგი ხუთშაბათობა, ესე იგი ლიტერატურული საღამო მოეწყო. ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ამჯერად კლუბ სარდაფმა უმასპინძლა გიორგი მირზაშვილს. ამასთან ერთად მოეწყო პრეზენტაცია წიგნისა მარშრუტი ნომერი 43. ეს არის ძირითადად ლექსების კრებული, რომელშიც რამდენიმე ახალი ლექსი, ნოველა და ჩანახატიც არის შესული. მე არ გამიგვიდია არც გემოვნება, არც დახვეწილობა. ეს იგრძნობა მის არაჩვეულებრივ ნატურმორდებში. მის არაჩვეულებრივ პარდებში. მის ლექსებში და საერთოდ ყველაფერში რასაც ამაგიტებს. გიკას ძალიან აი პირველივე ძალიან მაგარი შთაბეჭდილება მოახდინა კომაკში დაიბეჭდა. ჩემთვის სულად მოულოდნელი იყო. ლიტერატურას მეტი კარგი თვისება მის ბუნები. ყოველთვის აქვს არქივის სიახლე. გონია რომ აღარ არის. გაიცემს გამოიწვია რაღაცას და როგორი ტექსტი იქნება ეს არის და ყოველთვის ახალი არის ბუნებრივადის მიწარის ხოლმე ლიტერატურაში. ესეთი ჭეშმარიტი ხელოვანია. Absolutely right.